აფხაზეთის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის მოზარდ ახალგაზრდობის შემოქმედებითი მიმართულების სამსახურმა დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში საახალწლო კონცერტი გამართა. კონცერტზე საესტრადო თუ ფოლკლორულმა ანსამბლებმა მსმენელს როგორც კარგად ნაცნობი, ასევე ახალი სიმღერები წარუდგინეს. მოზარდები მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდნენ სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. ჰქონდათ გამოსვლები როგორც თბილისში, ისე რეგიონებშიც. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე თებერვალს აქეთ არის, რომ რაც დავიწყეთ მუშაობა. და ის რაც თქვენ ნახეთ, ზუსტად არის შედეგი ამისი. ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში ნამუშევარია პედაგოგების და ამიტომ ალბათ შედეგიც წარმატებული გამოგვივიდა. მინდა ცენტრი დავტოვო ისეთი, რომ შემდეგ დაამახსოვრდეს ჩემს შემდეგს, მე მგონი ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ ემსახურებით ახალგაზრდებს. ბევრი ახალი წამოწყება დაინერგა, მათ შორის კარგად მიმდინარეობს მუშაობა ახალგაზრდებთან. და ის ანსამბლები, რომელიც თქვენ დღეს იხილეთ, ისინი ამ უწყებაში დიდი ხნის უკან არ არიან ჩამოყალიბებულნი, როგორც ანსამბლი, როგორც კოლექტივი და მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ახალბატონ მანანა ბურბუდაშვილს, ბატონ დავითს, რომელთანაც ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ეს არიან მაღალი დონის პროფესიონალები. მე ძალიან მიხარია, რომ ისინი ძალიან გაბედულ ნაბიჯებს დგამენ შემოქმედებაში და სარგებლობს შემთხვევით მადლობა უთხრა და მიულოცო დამდეგი 2020 წელი უსურვო წარმატებები. დატვირთული წლის მიუხედავად ანსამბლებმა ერთგულ მსმენელს კიდევ ერთხელ წარუდგინეს საყვარელი სიმღერები და ახალი წლის დადგომა მიულოცეს. შემოქმედებითი ჯგუფების ხელმძღვანელებმა კი აღნიშნეს, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო აქტიური და მრავალფეროვანი იქნება. კულტურის და ხელოვნების ცენტრი ძალიან ნაყოფიერად მუშაობს, რადგან სხვადასხვა ჟანრის ანსამბლები შედის ამ კულტურის ცენტრში, ეს როგორც საესტრადო მიმართულება, ფოლკლორული მიმართულება, ჩვენს წარმატებებს, განაპირობებს, ხელმძღვანელობის ყურადღება, ასევე მშობლების მონდომება, რომლებიც ძალიან არიან მონდომებულები, რომ თავიანთი შვილები, ანუ ჩვენი ნორჩი მომღერლები აღიზარდონ ისე, როგორც ჩვენს ქართულ ტრადიციებს შეესაბამება. მე თვითონ როგორც კომპოზიტორი უწერ სიმღერებს, ახალი სიმღერებიც აღჟღერდა დღეს და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან უფრო ინტენსიურად და უფრო ნაყოფიერად ვიმუშავებ. გილოცავთ შობა ახალ წელს და ეს კონცერტი რა ჩატარდა, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათთვის ვიმღერეთ. გილოცავთ ახალ წელს, შობა ახალ წელს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩავატარეთ ეს კონცერტი მაყურებლებისთვის. გილოცავთ შობა, დამდეგ შობა ახალ წელს 2020 წელს და კონცერტი რომ დავასრულეთ, ხალხს ძალიან მოეწონათ ეს ყველაფერი. ჩვენ ძალიან მოგვეწონა ეს კონცერტი, ძალიან მხიარული იყო და ძალიან კაი სიმღერები იყო. მინდა რომ ბედნიერება გისურვოთ, ჯანმრთელობა და კარგად დაგდგომოდეთ ეს ახალი წელი.